მეგობარი აქტის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ქართული კოშმარის არაღიარების აქტიც წარადგინეს. ორივე დოკუმენტი ახლა შემდგომი პროცედურების გავლას ელის. ამერიკის ხმამ ინტერვიუ ჩაწერა ამ საკანონმდებლო ინიციატივების ერთ-ერთ ავტორთან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესა და რესპუბლიკელ კონგრესმენთან ჯო უილსონთან. მისი თქმით, ქართული კოშმარის არაღიარების აქტი მსგავსია იმ დოკუმენტისა, რომელიც შტატებმა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენა. ეს კი ოცნებისთვის მკაფიო სიგნალი უნდა იყოს. დამასკოში ასადის არაღიარების აქტს კონგრესმა 330 ხმით დაუჭირა მხარი. ეს სერიოზული გზავნილი უნდა იყოს ქართული ოცნებისთვის. ამ აქტზე მე და სტივ კოენი, რომელიც დემოკრატია, მე კი რესპუბლიკელი, ერთად მუშაობთ. დამასკოში ასადის დიქტატურა დასრულებულია, ის მოსკოვში გაიქცა, სადაც მისი ადგილია. ეს ომის დამნაშავე პუტინის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ თავიდან შექმნა საბჭოთა კავშირი. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართველი ხალხისთვის. მხოლოდ იმაზე ფიქრიც კი, რომ საბჭოთა კავშირის იმ ჩაგვრის თავიდან დაწყება სურთ. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყანამ ვერ გაიაზროს ის საფრთხე, რასაც ომის დამნაშავე პუტინი წარმოადგენს საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის. რუსეთმა უკვე წაიღო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ეს მსგავსი პროცესები გამუდმებით ხდება. ომის დამნაშავე პუტინი დიდი საფრთხეა და ის ქართულ ოცნებას ფასადად იყენებს. ჯო უილსონი დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქართული კოშმარის არაღიარების აქტს ხელს მოაწერს. კონგრესმენი სანქციების კიდევ უფრო გაძლიერებასაც ელის. დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააკეთებს, ის მტკიცე ადამიანია. მან ძალიან ბევრი იმუშავა უკრაინაში ომის დამნაშავე პუტინის დასაბლოკად. მან უკრაინას ჯაველინები გადასცა ტანკების შესაჩერებლად. ისტორიაში პირველად პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცები გააგზავნა ჩრდილოეთის ნაკადი 2 დაბლოკა. ასე რომ დონალდ ტრამპი თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულია. ვფიქრობ, სანქციები ძალაში დარჩება და კიდევ უფრო გაძლიერდება, ისე როგორც ეს ირანის შემთხვევაშია. მაქსიმალური წნეხი. მჯერა რომ სანქციები გამკაცრდება. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი სხვაც გავითვალისწინოთ. მაგალითად, ახალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და მისი ოჯახი კუბიდან საბჭოთა იმპერიას გაექცნენ. გვეყოლება სახელმწიფო მდივანი, რომელიც კარგად იცნობს და რომელსაც კარგად ესმის საბჭოთა სტილის მთავრობა. ასევეა მაიკ უოლციც, პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი. ისიც თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე დგას. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ამერიკის ხმასთან მეგობარი აქტზეც საუბრობს. უილსონის თქმით, დოკუმენტის ახალი ვერსია გამკაცრებულია, რისი მიზანით საქართველოში ოლიგარქის მავნე გავლენის შესუსტება. ჩვენ ნახეთ ოლიგარქის განვითარება, რომელსაც ავადმყოფური გავლენა აქვს და არღვევს და ხელს უშლის სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. ამის მოგვარება ნამდვილად აუცილებელია. მეგობარი აქტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მანიშნებელი ქართველი ხალხისთვის იმისა, რომ ხარს უჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ხარს უჭერთ იმას, რომ დემოკრატიული საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. კიდევ უფრო ღირსშესანიშნავი ისაა, რომ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის ერთგვარი შეჯიბრია ხოლმე და ძალიან მსიამოვნებს ის, რომ მეგობარი აქტი ამავდროულად წარდგენილი იქნება სენატშიც, ასე რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატას და სენატში ერთად მუშაობენ და ასევე ხედავთ სადგას დონალდ ტრამპი. ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ტრამპის თანაპარტიელი კონგრესმენი ინტერვიუში მოკლედ გამოეხმაურა ქართული ოცნების ბრალდებებს. ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ უილსონი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებებისა და ქმედებების სანაცვლოდ ფულს იღებს. კონგრესმენი ამბობს, რომ მისი აქტიურობის მიზეზი მებრძოლი ქართველი ხალხია, რომელიც საქართველოში ვიზიტისას გაიცნო.